გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი საკრებულოს წევრებთან ერთად 9 სოფელში იმყოფებოდა. ზემო ხვიჩი, ზემო ნიქოსში, ფხვენიში, ქვემო ხვიტში, შინდიში, ყელქცეულში, საქაშეთში, ვარიანსა და ახალ დაბაში ადგილობრივებმა 2025 წელს განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში შეარჩევენ. ყველა სოფელში 10,000-დან 20,000 ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. 2025 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1,96,000 გამოყოფილი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები 27 იანვარს დაიწყო და 18 თებერვალს დასრულდება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან როგორც ყოველ წელს, ისევე მიმდინარე წელსაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განვითარებისთვის გამოიყო გორის მუნიციპალიტეტისთვის 1,590,000 ლარი. დღეს უკვე დავიწყეთ სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები, სადაც იქნება შერჩეული უკვე პრიორიტეტები, თუ რა სამუშაოებისთვის სურთ აღნიშნული თანხების დახარჯვა. რა თქმა უნდა, მოხდება ყველა მოსახლესთან და ყველა სოფელში აღნიშნული შეხვედრების ჩატარება და გამოკითხვა, პრიორიტეტების დადგენა, შემდგომ უკვე დავიწყებთ შესაბამისი ნაბიჯების და პროექტების, ხარდაღრიცხვების მომზადებას, რასაც რა თქმა უნდა მოსახლეობა დააყენებს პრიორიტეტად. მოვილაპარაკეთ ასე, რომ სასოფლო გზა გაკეთდეს. სასოფლო გზა უნდა გაკეთდეს აუცილებლად, იმიტომ რომ ზამთარში მით უმეტეს მიცვალებულები ვერ მიყვას. ჩვენ ავარჩიეთ სოფელმა გადაწყვეტა, რომ გაკეთდეს ბაღებში მისასვლელი გზები.